მე ძალიან მაწუხებს ეხლა რომ კონტაქტს რაღაც ვერ ვამყარებ, იმიტომ რომ ვერ ხედავთ, ესე იგი ისეთი აუდიტორია გინდა უნდა დაჭიდეთ. ისა თქვენ ასე უნდა იგეთ სულ? თორე გამოვა რომ მარტო ერთ კაცს ველაპარაკები და როცა ადამიანს ესეც შაობს მაშინ ერთად დავდგები. როგორც იქნება ბაშო. გესმით ხო? ძალიან კარგი. კითხვები გადმომატო. Terror toputari. აი ჩვენ თქვენ კარგად ვართ. ჩვენ ხო ვიცით რომ ძალიან ხშირად სიტყვის მასალაა და ისე რას ნიშნავს ადამიანი კარგად იყოს რა არის საჭირო იმისათვის რომ ადამიანი კარგად იყოს როგორ ვიქო? სიმშვიდე? ბედნიერება. სიმშვიდე საიდან მოდის? Eins auf das meine Deutsch, რაღაცა ხონა დამიტოვოთ სათქმელი. მეგრევე წმენი, და რა ვთქვა. კარგი. წმენა და ფაქტეცნება. ადამიანს იმდენი რა, საერთოდ წმენის გარეშე თუ არსებობს დედამიწაზე ერთი ადამიანი მაინც. არსებობს? აი წარმოიდგინეთ ადამიანი დედამიწაზე უკან გესმით ხმა. კალიდორში ალბათ არ გესმით ხო? დაბარავო. აი აქაც შეიძლება შემოვიდეთ. აი ასე რომ შემოიყვანოთ ხალხი აქაც. აი წარმოიდგინეთ ადამიანი იღვიძებს დილას და აღმოაჩინა რომ წმენის ნასახი არ აქვს, საერთოდ არაფრის, არანაირი. როგორ ვიქოთ ადამიანებს ადამიანს იმ დღესვე ну, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში დღესზე გაგრძელდა. განაგურდა. ეხლა ხვდებით ალბათ რომ მე როცა ვამბობ ამ შემთხვევაში წმენაზე როცა ვსაუბრობ არ გულისხმობ რელიგიურ წმენას. იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება იყოს ათეისტი და ძალიან კარგად ცხოვრობდა და ძალიან დიდხანს ცხოვრობდეს. ანუ ათეისტს აქვს თავისი წმენა. თუნდაც წმენა მეორე დღისა, რომ ხვალე ყველაფერი უკეთ და კარგად იქნება, ხო სწორია? წმენა იმისა, რომ თქვა ის საქმიანობა, რაც მან დაიწყო, გამოვა. პროფესიულ წარმატებას მიაღწევს. გოგონა, რომელიც უყვარს, მას თანხმობას ეთყვის. შვილი, რომელიც გაუჩნდა, ღირსეული ადამიანი გაიზრდება. თავის სამშობლოს უკეთესი მომავალი ექნება. ის იდეალები, რაც მეტნაკლებად ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და კონკრეტულად ამ ადამიანს თუნდაც იგი ათეისტი იყოს, ეს იდეალები განხორციელდება. საკმარისი ადამიანს, აი, წმენა ადამიანის ხვალინდელი დღისა, ახლობლისადმი და ასე შემდეგ მოუშალო, რომ ისინი სამსვე ფსიქოლოგიურად დაავადება და ვერ გაუძლებს და ჩავარდება უიმედობაში და მოკვდება. აი, ადამიანთან ურთიერთობა, მიხვედი სამსახურში, გაიცანი თანამშრომელი. ადამიანი რომელიც შენი მომავალი უფროსი იქნება, ან შენ ხარ ხელმძღვანელი და იღებ ადამიანს თანამშრომლად, რომელიც ხვალე შეიძლება შენი თანამშრომელი იყოს. როგორი განწყობით ხვდებით ჩვენ ნებისმიერ უცხო ადამიანს, წმენით. თუ ჩვენ არ გვექნება წმენა ადამიანისა, რომელიც მე გავიცანი დღეს, რომელთანაც ერთად მე რაღაც ცხოვრებისეული პერიოდი ერთად უნდა გავიაროთ, მე თუ არ მექნება წმენა ამ ადამიანისა, შეუძლებელია ურთიერთობა. რატომ წმენა? იმიტომ რომ ვერავინ ვერ შეძლებს გაიაზროს სხვა ადამიანის შიგნით. შიგნით ყოფდებით რას გულისხმობ, ანატომიურად შიგნით არა. მე გულისხმობ სხვა სიღრმეს, რომელიც ადამიანს ყველას უსასრულოდ აქვს. ჩვენ ვერავინ ვერ იტყვის თუ ადამიანის სიღრმეში რა ძევს და რა არის. ამის გაგება აბსოლუტურად გამორიცხულია. როგორი ინტუიციაც არ უნდა ქონდეს, როგორი გამოცდილებაც არ უნდა ქონდეს, საბოლოო ჯამში მხოლოდ წმენით იღებ ყველა ადამიანს. მე წამს შენი ადამიანი. აი მე მოვედი აქ. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობ. მაგრამ ჩვენ რაღაცა გვამოძრავებს. ზოგს ჭეშმარიტების ძიება, ზოგს უბრალოდ ცნობის მოყვარეობა. ზოგს ცოდნის სიყვარული და ინტერესი.
ზოგი შეიძლება სხვა განწყობით იყოს, თუნდაც იმ განწყობით, რომ აი ეს ეკლესიის მსახურია, მღვდელია. ეს არის სასწავლებელი, სადაც უამრავი განათლებული ადამიანი იზრდება, მუშაობს, თქვენ ინტელექტის ნაკლებობას არ განიცდით, თქვენ გასწავლიან პროფესიონალები, რომლებმაც თავის საქმე ძალიან კარგად იციან. რა უნდა თქვას ახალი ღვთისმსახურმა, რა უნდა თქვას ახალი ქრისტეს მღვდელმა, რა უნდა თქვას. ესე შეიძლება ინტერესები იყოს და წმენა იმისა, რომ ან იტყვის იმას სასაცმელ ველოდები და მიხარია, ან წმენა იმისა, რომ დაჯერებულობა იმისა, რომ მე ხო ვიცი რაც არის ეკლესია და რაც არის ისევ იგივეს და იმავეს იტყვის, რა უნდა გავიგონი ახალი, მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ დავწმუნდები, წმენა იმისა, რომ ახალი არაფერი არ იქნება, ნათელი არ იქნება, რაც არის ეგ არის. მეც ამიტომ ვამდე თეთრი შესამოსელი ჩავიცი. რა ვიცი, ეგება ამითაც მე კი რაღაც ვიმოქმედო. იმედია ხვდებით რომ ხუმრობთ, იმიტომ რომ ზაფხულში ეს ჯობია თეთრი. ხო, რაღაც შესამოსელზე გავჩერდი. მე მასოს ერთხელეთი ადამიანი, ერთი არა, ბევრი ამბობს, ერთმა ის რაც გამახსენდა, თორე ისე ბევრგან არის ამგვარი მოსაზრება, რომ თითქოს ჩვენ საზოგადოებისაგან გაუცხოებულნი ვართ იმის გამო, რომ შესამოსელი ესეთი გვაწვია და წვერი გვაქვს და რა ვიცი ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა აი გულზე ხელი დავიდოთ სულ და თქვა, როგორ ეხლა ცხელა ესეთი სიცხეა, რომ ახლა ჯერჯერობით ვაჟები შორტებით არ არიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცოტა ზაფხულში რომ მოსულიყავ. საინტერესო იქნებოდა, ალბათ საინტერესო იქნებოდა თავისებურად, მაგრამ სასიამოვნო მაინც რა ვიცი იქნებოდა, რომ ეხლა მღვდელი მოსულიყო შორტებში. და მიზეზი ის რომ სიცხეა. ანუ ერთის ხრი ჩვენ თვითონ გვაუცხოებს სასულიერო პირთან რაღაც შესამოსელი, რომელიც მას აქვს განსაკუთრებული, მაგრამ მეორეს ხრი თუ მას ესე ვერ დავინახავთ, პირველ რიგში ისე რომ ჩვენგან ვიკითხავ და ქვას ჩვენ ვესვი და სამართლიანადაც, რას გავსო ვიტყვი. ეს ასე რომ ისევ ტრადიციულად მოსვავართ, ჯობ ფერი გამოიცვალე. ხო, აი წერა ბედნიერება ვახსენე. ეხლა მე ეს ძალიან ცხელა, მაგრამ თუ ვინმე იტყვის როგორ ცხელაო, მაშინ მე კიდე ხამაღლა ვიყურებ თქვენზე, მაგრამ მე ცხელა მე. ჩემი შესამოსლის და მე ვეცდები რომ ისეთ თქმაც მინდოდა შეძლების გაგვარად. მოკლედ ჩავადი. თუ ვერ მოვასწარი, მე კიდე მოვა მაგაზიატული რა. ასე რომ ესე შეიძლება. თუ თქვენი სურვილი ექნება, აქ მხოლოდ თქვენ სურვილზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა. თუ არ იქნება სურვილი, არც მოვა. ისეა, კაც მოთქვა, თორსა ორი ადამიანი ხდება ერთმანეთს. ვიღაცა შეიძლება გამისვა, რომ ზატო ორი მამაო, შენ და ჩვენ, გასაგებია. მაგრამ მე თუ თითქოს ესე ჩანს, რომ მე და თქვენ, ესე ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ჩემში მდგომარეობას გაგიმხელთ. მე აქ არ შემიძლია ვიყო მე და თქვენ, მე მინდა ვიყო მე და შენ, მე და შენ. ანუ მე სურვილი მაქვს, რომ თვითონ თქვენთანაც ველაპარაკებოდეთ ცალ-ცალკე და ეს ერთობა ხელს არ მიშლიდეს. ხო ადამიანი იტყვის, როგორ შეიძლება კაცო თან ერთად ვიყოთ და თან კიდე ინდივიდუალურ დონეზე ვსაუბრობდეთ. შეიძლება. ამის მაგალითების მოყვანა შეიძლება. აი მაგალითად ხოლას თქვენ თითოეულ თქვენთანაც გიყვართ თქვათ მუსიკა. თქვათ შევედით სადმე აი თქვათ კონსერვატორიაში და რა მოვისმინოთ. მე მაგალითად გიყვარს მოსაკის რეკვიემი. თქვენ გიყვართ მოსაკის რეკვიემი. მე მაგალითად მომწონს მოსაკის რეკვიემი ძალიან და აი შევედით ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ. შევედით დავჯექით და მოსმენა დავიწყეთ. ჩვენ ვართ ბევრნი და მუსიკა ერთია. მუსიკა თითოეული ჩვენთაგანი ინდივიდუალურად აღიქვავს. ეხლა კოლექტიურად ხო ვერ აღვიქვავთ არა მოსაკის რეკვიემს. ცალ-ცალკე აღვიქვავთ. მაგრამ აი ეს ერთობა და ინდივიდუალური აღქმა მუსიკის ერთმანეთს ხელს არ შეუშლის, ხო სწორია? აქაც მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. ასე რომ თუ ხელოვნების აღქმა, მუსიკის აღქმა შეიძლება ესე ერთად და თან ცალ-ცალკე, ასევე შეიძლება სიტყვის აღქმა. ადამიანური გულების შეხვედრა შესაძლებელია ასე ამგვარად. ფოტოშოპის ხელოვნებას ხომ იმიტომ არსებობს, რომ ადამიანი ცოტათი მიწას მოწყვიტოს. ეხლა ცხოველს მუსიკა ნამდვილად არ ჭირდება.
თუ არ გაფასებდა ქართული კინო, ძროხებს უასმენილებენ, ბევრს მოიწოლებაო, გახსოვთ ხო ის ფილმი, რა ფილმია აღარ მახსოვს. ხო, უდივლომოს ასიცო. ხო, თუ ასე არ შევხედავთ, ხელოვნება ადამიანს სჭირდება და რისთვის ცოტათი მიწას მოწყვიტოს. რატომ უნდა მოწყვიტოს ხელოვნება მიწას? ესე ხშირად მითქვია ხოლმე, ხელოვნება არისო სულის ყავარჯნები. ადამიანის სულს ეხლა რაც არ უნდა კარგად ჭამო, რაც არ უნდა კარგად სვა, რაც არ უნდა როგორც არ უნდა კუთვნებითი პრობლემაში იცხოვრო, როგორი პროფესიული წარმატებებიც არ უნდა გქონდეს, ხანდახან სულს მაინჭირდება სხვა რაღაცა ისეთი, რაც ამ მიწას მოგწყვეტს და როცა ადამიანს სული ეხუთება ამ მიწიერი ურთიერთობებისაგან, მას ხშირად არ იცის რა გააკეთოს. ყავარჯნებს თხოვლობს და ეს ყავარჯნები არის სწორედ ხელოვნება ძალიან ხშირად. მოკლედ ესე, მე მინდა ურთიერთობა თითოეულ თქვენთაგან მქონდეს. აი წერან ბედნიერებას ახსენეთ, ხო, რომელიღაცა ბედნიერება თქვა. აი ბედნიერება შეიძლება ერთი შეხვედრა თავიდან ბოლომდე მიუძღვნა. იმიტომ რომ ბედნიერება ბოლომდე გაცნობიერებული არ აქვს ადამიანს რა არის. ხო, ფილოსოფოსები როგორ განმარტავენ, მაგი ფილოსოფიის ლექციებს აქეთ თქვენგან მოვისმენთ. მე მგონი ესე განმარტავენ, ხო, მიზნეს მიღწევის პროცესი. აი ეს პროცესი სანამ შენ მიზნამდე მიაღწევ, ეს აღიქმება, სანუკვარ მიზნამდე, ეს აღიქმება ბედნიერების წყარო. მაგრამ ბოლომდე და ეს განმარტება უკვე თავისთავად გულისხმობს, ჩემის აზრით, რომ ბედნიერების ბოლომდე განმარტება არ არსებობს. მოუხელთებელი რამ არის? თითქოს არა ამქვეყნიურია, იმიტომ რომ ხორცის ზეიმში, მხოლოდ ხორცის ზეიმში ბედნიერება არ არის, არ არსებობს. აი მაგალითად ადამიანს თქვა რაიმე წარმატება აქვს ამ ქვეყანაზე. როგორც კი მიაღწევს იმ წარმატებას, როგორც კი დაეუფლება, როგორც კი უკვე მისი საკუთრება გახდება, უკვე ის ამოწურულია მისთვის. ეხლა მას სხვა უნდა. ხელიდან უსხლდება, წამის ყოფაში უსხლდება ხელიდან. იმიტომ რომ ბედნიერება ისეთი რამ არის, რაც ზოგ შეიძლება სული არ წამდეს. ადამიანი არ წამს. წამს რომ ის რომ ადამიანი მარტო რაღაც ფსიქოსომატური ორგანიზმია, რომელიც იქით არაფერი არ არის, შეიძლება ესე ფიქრობდეს ადამიანი და მაგრამ მაინც მიუხედავად ამისა, ის მიხვდება, რომ ბედნიერება სხვა რაღაცაში მდგომარეობს. სხვაში და არა სხეულში, ასე უბრალოდ და აი ბედნიერი რომ იყოს ადამიანი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ჭირდება მას? აუცილებლად რა ჭირდება მას? ეგება ვიღაცამ მითხრა დამეხმარეთ. სალაპარაკოს აღარ მიტოვებენ, კაცო. იგი ხომ ერთი ჭირდებაო, მეუბნებიან. მაგი მეც ვიცი. მე მინდა თქვენი აზრი გავიგო. თავისუფლება. თავისუფლება. იმედი. კანონი. ადამიანი. ესე იგი, ახეთ ბედნიერების წყარო ჭირდება, იმედი ჭირდება. კანონი. რა ჭირდება? კანონი. კანონი? კანონი. სიყვარული. გული. ესე იგი, აქედან ხოლმე ეს ყველაფერი ჭირდება, გასაგები, აქედან ხოლმე ორს გამოვიყენებ ახლა ამ შემთხვევაში. პირველი რომელიც ვერ გავიგე და მეორე რომელიც გავიგე. რა ვერ გავიგე, ოღონდ ახლა მე ამას არ გავმარტავ. მითხრეს რომ ბედნიერება ჭირდება კანონიდან მე. ხო, მე ვარ რამდენი წლის ვარ 52-ში. ანუ და სიბერეში ვარ წასული და ესე იგი საბჭოური სისტემის წნეხი თავი მახსოვს, ხრუშოვიდან დაწყებული სულ ბრეჟნევს ხედავდი და კანონები ხელში მაქვს გამოსული. ერთ-ერთი მიზეზი სხვადასხვა რომ გითხრათ, რის გამოც მე ქრისტიანი გავხდი, ეს იყო აი ეს ხელში ამოსულა კანონის. ანუ კანონის გარეშე კანონის ფარგლებს გავიდეთ. ანუ ლევიათანი რისთვის გჭირდება მაშინ კანონის ფარგლებს გავიდეთ, ბედნიერები რომ გავხდეთ. რისთვის შევდივართ სახელმწიფოში? რისთვის შევდივართ? სახელმწიფოს რისთვის კანონი? მაგრამ მე ამ შემთხვევაში გეტყვით ჩემს გამოცდილებას. კანონი იწონებდა თავს საბჭოთა რუსეთი და მაგაზე უფრო ძლიერად კანონი იწონებდნენ თავს ფაშისტური გერმანია. კანონი სიყვარულის გარეშე და კანონი და ეხლა ვიტყვი იმას, რის გამოც მე მოვედი დღეს. თავისუფლების გარეშე იქცევა მარწუხებად, რომელიც ადამიანს ბედნიერებას ართმევს. მსჯავრდებული, რომელიც ციხეში ზის. გნებავთ უსამართლოდ და გნებავთ